Top 5 მანქანა, რომელიც შეგიძლია შენს პირველ ავტომობილად იყოლიო ბიჭებისთვის. ეს ბიჭებისთვისო ბოლოში რო იძახეს, არ ვიცი, მაგრამ ჩემი პირველი მანქანა იყო, მანქანა, რომელიც ალბათ 5 ეულში კი არა, ვერც 10 ეულში და ვერც 20 ეულში ვერ მოხდება ვერასდროს. Chevrolet Trailblazer-ი long ვერსია, რომელიც გარდა იმისა, რომ ძალიან დიდია და ქალაქში ძალიან მოუხერხებელია, ასევე წვავდა ძალიან ბევრს და ჩემ შემთხვევაში არც თუ ისე გამომდგარი იყო. ეს მანქანა ვიყიდე $500 სხვათა შორის. და რა თქმა უნდა, მალევე გავყიდე რა, რამდენიმე თვეში გავყიდე და გავყიდე $1700. მაგრამ არც მეორე მანქანა არ მიყიდია ისეთი, რომელიც ამ 5 ეულში არის, ამ ჩამონათვალში. მეორე მანქანად ვიყიდე $1700-ადვე, E36-ის კომპაქტი 1.9 მექანიკა, რომელსაც ჰქონდა წყლის პრობლემა. შემდეგ ეს მანქანაც რა თქმა უნდა რამდენიმე თვეში გავყიდე და არც მესამე მანქანა არ მიყიდია ისეთი, რომელიც ამ ჩამონათვალში არის ამ 5 ეულში. მესამე მანქანად ვიყიდე E46 2.5 მექანიკა, რომელსაც ჰქონდა ზეთის პრობლემა, ზეთს ჭამდა ძალიან ბევრს. ესეც გავყიდე ძალიან მალე ეს მანქანა და უკვე მეოთხე მანქანად ვიყიდე ის, რომელიც ამ ჩამონათვალში არის მესამე ადგილზე. F30 მექანიკა, მაგრამ პირველ მანქანად არც პირველ მანქანად არ მივიჩნევა, რომ უნდა ყავდეს, იმიტომ რომ საერთოდ ვერ ისწავლი მაგ მანქანაზე მანქანის მანევრს, შეგრძნებას და ასე შემდეგ. შემდეგ ეს მანქანა გავყიდე და უარესი გადაწყვეტილება მივიღე და მეოთხე სერია ვიყიდე. და მეოთხე სერიაზე საბოლოოდ ვთქვი, რომ მეთქი всё აღარ ვაპირებ F სერიების და მსგავსი მანქანის ყიდვას, გავყიდე ეგ მანქანას და ბოლოს ვიყიდე E92, ახლა რაც მყავს 315 და ამ მანქანის გაყიდვას ნამდვილად არ ვაპირებ. გამოიწერეთ ჩემი არხი.